პირველი ესეთი დიდი ცვლილებები რაც იყო, აი მართვის მოწმობასთან დაკავშირებით, ეს იყო გადმოტანა, ასე ვთქვათ, საგამოცდო მოედნის და სივრცის რეალურ მოძრაობაში. თუ აკვირდები აი ამ რეფორმის მიმდინარეობას, რა შეცვალა და ჯამში აი რა სურათი უნდა მიიღოს? ხო, მე მთლიანად ვაკვირდები მართვის მოწმობის გაცემის სისტემას, თუ შეიძლება ასე ითქვას, ანუ როგორ ხდება მართვის მოწმობა სტატუსის, ანუ მძღოლობის კანდიდატის ხელში, ხო? ანუ როგორ ხდება ადამიანი მძღოლი ჩვენ რეალობაში და თვითონ ეს სისტემა არ არის შესაბამისობაში ევროპული სისტემის, ხო? ანუ აქ თავარი პრობლემა რაშია, რომ ჯერ კიდევ ისეთი ადამიანის ხელში შეიძლება აღმოჩნდეს მართვის მოწმობა, რომელმაც არაფერი არ იცის, მაგალითად, საგზაო მოძრაობის წესების შესახებ. კი, გამოჩნდა გადავიდა რეალურ სივრცეში, ეს ძალიან კარგიც არის, მისაღებიც არის, მაგრამ არ არის საკმარისი და ამიტომაც ჩვენი მართვის მოწმობა არ არის ბოლომდე აღიარებული ევროკავშირის. რა არის ევროპული პრაქტიკა? ხო, ევროპული პრაქტიკა ეფუძნება სიღრმისეულ განათლებას, რომელსაც ესე ვთქვათ, სხვადასხვა ეტაპზე იღებს ადამიანი. თეორიულ ნაწილშიც, ხო? თეორიულ ნაწილში ოღონდ სწავლება იწყება არც მეტი არც ნაკლები ბაღის ასაკის ბავშვებიდან საგზაო მოძრაობის წესების სწავლება. ერთი ეს, ხო? მე ავტოსკოლები, ჩვენ დღეს გვაქვს რეალობა, რომ აი თქვენ ხო წარმოადგენთ ტელევიზიას. მაგალითად, თქვენმა ტელევიზიამ დაიწყოს მომზადება გახდეს ავტოსკოლა. შეგვიძლია. კი, უპრობლემოდ შეგიძლიათ რომ ავტოსკოლას გააკეთოთ და პირადად ჩვენ მიიღო მაგალითად ინსტრუქტორად იქცეთ. ინტერვიუს ჩაწერა. ხო, ინტერვიუს ნაცვლად შეგიძლია გახდე ინსტრუქტორიც და ასე შემდეგ. ხო, ანუ არანაირი მოთხოვნა არ არის, ინსტრუქტორს არ მოითხოვება არაფერი, ავტოსკოლას არ მოითხოვება არაფერი, ამიტომაც მივიღეთ რა საბოლოოდ რომ ეგრეთ წოდებული ავტოსკოლები არსებობს, თვითმარქვია რაღაც ჯგუფებია, რომლებიც პრაქტიკულად თაღლითურად ამზადებენ სტატუსის მაძიებას, მძღოლობის კანდიდატს ამზადებენ თაღლითურად, ასწავლიან დაზოთხვის მეთოდით, ხო? აი აქ თუ არის ნახატზე რაღაცა, პასუხია A, იქ თუ ჭახატია, პასუხია B და ასე შემდეგ, ხო? ასე ხა წარმოიდგინეთ, ასე მომზადებული ადამიანი რა დონის საფრთხეს წარმოადგენს. მასშტაბურია ეგ პრობლემა. ძალიან მასშტაბურია. ძალიან მასშტაბურია და აქ ყველაზე ტყივნეული რა არის, ხო? მე სულ ასეთ რომ დავფიქრდები ხოლმე რა დუღირთ ადამიანებს, რომ 80 ლარად მაგალითად, რასაც იღებენ თეორიულ მომზადებაში, ესე იგი მართვის მოწმობა აღებინონ ადამიანს, რომელიც შემდგომ ხდება საგზაო შემთხვევების გამომწვევი. ეს ადამიანი თავის თავსაც აზიანებს, სხვასაც აზიანებს, ჯანმრთელობის დაზიანება ეს კიდე საუკეთესო შემთხვევა. შეიძლება იყოს საერთოდ ფატალური მის მიერ გამოწვევა. ანუ 80 ლარად ადამიანები უშვებენ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მართვის მოწმობა, არაფერი არ იციან და სამწუხაროდ არიან პოტენციური მკვლელებიც გზებზე. ამიტომ ეს სისტემა სიღრმისეულად არის შესაძლებელი. ამის შესახებ იციან შინაგან საქმეთა სამინისტროში, იციან განათლების სამინისტროში, თუმცა ერთი პრობლემაა, რომ დიდათ არავის სურს აი ამ სფეროზე პასუხისმგებლობის აღება თავის თავს, იმიტომ რომ ძალიან ღრმა რეფორმაა გასატარებელი.